ჩემი ხმა ისმის? საუბრობ თანასწორობაზე, მრავალფეროვნებაზე, ჩემს უფლებებზე, გამოცდილებებსა და რეალობაზე, რომელშიც ცხოვრობთ. მე ვარ მარიამ თოფჩიშვილი, ფემინისტი აქტივისტი. ცოტა უკვე მეშინია საკუთარი თავის ესეთ დაიდენტიფიცირება, მაგრამ მაინც ასე ვიტყვი. ალბათ ფემინისტურ აქტივიზმში ვარ ძალიან პატარა ასაკიდან. სულ ცოტა ხნის წინ ვიაზრებდი მაგას რაღაცა კითხეს, რა იყო შენი мотиваციაო და მაშინ გავიაზრო, რომ ჯერ კიდე რაღაც სკოლის პერიოდიდან შეიძლება მაშინ მაგას სახელს არ ვარქმევდი და ცოტა უფრო დასრულებაში დავარქ, მაგრამ სკოლის პერიოდიდან მქონდა პროტესტი ისეთ საკითხებზე, რაც ქალებს არათანაბარ მდგომარეობაში გვაყენებდა. და ალბათ ზუსტად ეგ არის ფემინისტური აქტივიზმის დრაივიც ეხლაც ჩემთვის. ასევე ვარ გენდერის მკვლევარი. სულ ცოტა ხნის წინ დავამთავრე მაგისტრატურა მიმართულებით და კვლევასთან ერთად აქტივიზმში ვრჩები როგორც ახალგაზრდა ფემინისტების ერთ-ერთი დამფუძნებელი. და ახალგაზრდა ფემინისტებიც გორში შეიქმნა, ზუსტად აი ამ პროტესტის გამოძახილი იყო, რაც იმ დროს გვქონდა ჩვენ და აი მართლა მეცნობა ხოლმე, იმიტომ რომ თავიდან რაღაც ჯგუფად რა ჩამოყალიბდით, ჯერ სიტყვა ფემინიზმიც არ გქონდა გაგებული. უფრო როგორი რაღაც დაგვემართა იცი რაღაცები გვაწუხებდა და მე რო აღმოვაჩინეთ, რომ ანუ ამას სახელი აქვს, ან მე რაღაც ლეგიტიმაცია მოეცა თითქოს ჩვენს საქმეს. და მე მოხდა უფრო ფორმალიზება, თორე აი მანამდე როგორც ჯგუფი ესე ვმუშაობდით და უბრალოდ ისეთ საკითხებზე გვინდოდა ლაპარაკი, რომ აი არ შეიძლება სკოლაში მასწავლებელმა გითხრას, რომ შენ რადგან გოგო ხარ, შენ ადვილ ამოცანას მოგცემ ფიზიკაში და შენს გვერდზემში და შენ ზუსტად შენნაირი შესაძლებლობის მქონებით მივცემ რთულს. და ზოგადად ძალადობის თემაც ძალიან ისე შემოდიოდა ჩემს ცხოვრებაში, რომ რაღაც გარშემო ძალიან ბევრი შემთხვევა მაქვს მეც მოსმენილი, ჩემს გარშემო ხდებოდა და აი მაშინ მქონდა ის პროტესტი, რომ ვინ უნდა დაეხმაროს ამ ქალებს. არც ვიცოდი რა მექანიზმები არსებობდა და ასე შემდეგ. და კიდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც ახალგაზრდა ფემინისტების შექმნას დაუდო საფუძველი იყო ის, რომ რაღაცა პროგრამაში მოვხვდი, რომელიც დაეხმარა ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში ჩასულიყვნენ და იქ რამდენიმე დღე გაეტარებინათ. ვიყავით მანისში, ზუგდიდში, სხვადასხვა ქალაქებში და ანუ აღმოვაჩინე ამ ადამიანებთან საუბარში, რომ ზუსტად იგივე რაღაც ხდებოდა იქაც. და ანუ მე ეგ განცდა გქონდა, ანუ მე მარტო არ ვიყავთ მეგობრების წრე იყო, რომ თუ ამდენი რაღაც ანუ ხდება და ამდენ ადამიანს გვაწყობს, ანუ ამაზე როგორ არავის უნდა ქონდეს პასუხი. და ჩვენი პასუხი იყო რაღაცა პატარა შეკრებების ორგანიზება, ფილმის ჩვენებების განსაკუთრებით ისეთ თემებზე, რომელიც ჩაგვრას ეხება და მე იქ რაღაც ქალები რაღაც მამაცურ რაღაცას ჩადიან და ამას როგორღაც აღმოფხრიან და იმაგით ვიყავით ძალიან ინსპირირებულები. და მე მაგ დროს შემოვიდა სხვა შორის ქალთა ფონდის მხარდაჭერა, რასაც სულ აღნიშნავ ხოლმე, იმიტომ რომ აი ჯგუფს რა რაღაცა სიცოცხლის ხანგრძლივობა და რესურსი ქონდა, მათი მხარდაჭერით მოხდა და რეგისტრაციაც მათი მხარდაჭერით მოხდა ორგანიზაციის. და ქალთა ფონდის პირველი პროექტით ასეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ მაშინ ფემინიზმზე რო ვლაპარაკობდით და ჯგუფსაც საინიციატივო ჯგუფსაც ახალგაზრდა ფემინისტები ერქვა რა. და ეს ცალკე თემა არის მოკლედ აი სადმე რომ მიხვიდოდი აი მაგალითად მაღაზიაში, საკანცელარიო მაღაზიაში გინდა ფურცლების ყიდვა და ეტყოდი რომ ინვოისი მჭირდება ახალგაზრდა ფემინისტებს. ჯერ ხო გაშტერებული გიყურებდნენ, მე ეცდილობდნენ ანუ მოკლედ ეცდილობდნენ იმის მას რა ქვია justifications რა ანუ ფემინისტები თუ ფინანსისტები თუ რა ვიცი მოკლედ ანუ სიტყვა არ უნდათ რომ ეყოფილიყო და ბევრ ვერსიას გვთავაზობდნენ ხოლმე არა ფემინისტები აქედან ის ქონდა რა ქვია მართლა რა მოგვაფიქრები არ ვიცი იმიტომ რომ ალბათ საჯგანური არ არის რაღაც საფრთხის ქვეშ გაქცევს მაგრამ მაშინ საფრთხებზე ნაკლებად ფიქრობდით. მაშინ ყველაზე მეტად ვიღებდით ხოლმე ამას, რომ ფემინიზმი არ არის, რაღაცა ქართული არ გვჭირდება ამაზე ლაპარაკი, როცა შოთა რუსთაველი ყავს და რაღაც ესეთები და მაშინ გავაკეთეთ პირველი ესეთი რაღაც მოკვლევასავით ადგილობრივ მუზეუმში ქალების ისტორიები გვაინტერესებდა და მაშინ ძალიან ბევრი რაღაც აღმოაჩინეთ, წერილები აღმოაჩინეთ ქალების, რომლებიც აი 1900-იან წლებში საკუთარ უფლებებზე ლაპარაკობენ.
აღმოაჩინეთ ქალთა საზოგადოება მანდილოსანი, რომელიც გორში იყო 1920-იანების დასაწყისში და აი არ ვიცი მართლა წარმოუდგენელს რომ ასაკეთებდა, იმიტომ რომ ეს იყო ქალთა გაერთიანება, სადაც ნუ დიდარი ქალები ფულს დებდნენ და ამ საერთო ფულით ეხმარებოდნენ სხვა ქალებს. ოღონდ ეს დახმარება იყო მაგალითად მიწის ჩუქება, განათლების მიცემაში დახმარება, საჩაი ექონდათ ქალებს, სადაც სალონური შეხვედრები ქონდათ. და ანუ აი არ წარმოუდგენელი მანიფესტი ქონდათ. ეს მანიფესტიც ვიპოვეთ მუზეუმში. წარმოუდგენელი ისტორია იყო. და მაგაზე დაყრდნობით მე რა ჩვენ გავაკეთეთ გორის ფემინისტური ტური. სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის და ეხლა ვცდილობთ რომ ეს რაღაც დიჯიტალ ვერსიად შეიქმნას ამის. და ანუ აი აქედან დაიწყო რა ჩვენ ფემინისტური აქტივიზმი რეალურად. და 2018-ში უკვე ორგანიზაცია დარეგისტრირდა და რაღაც განსხვავებული ტიპის აქტივობებს ვაკეთებთ. თავიდანვე რაღაც ჩვენ აქტივობებში შემოვიდა კონფლიქტის თემაც. ოღონდ ამაზე სისტემურად მუშაობის შესაძლებლობა დიდი ხანი არ გქონდა. ჯერ სანამ ჩვენ თვითონაც გავერკვეთ იმაში, რა შეიძლება იყოს ფემინისტური ხედვა აი ამ კონფლიქტზე, მშვიდობაზე. იმიტომ რომ ეს არ არის მაინც განხილვადი თემები თვითონ მშვიდობის საკითხებში ვინც არიან, იქაც კი ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ხო აი რა არის დეოკუპაცია მაგალითად და რა ვის არ აქვს განსაზღვრული. რას ნიშნავს ან უბრალოდ გადავალთ და მიწას ვიბრუნებთ უსახლებს თუ აი ქონებას თუ რა ხდება ეს რაღაც ტრანზიციული სამართლიანობის პროცესი, როგორ შეიძლება დაიგეგმოს და ასე შემდეგ და ნუ ჯერ მოკლედ თვით განათლება მოვახდინეთ ამაზე ჩვენ და მერე დავიწყეთ უშუალოდ მუშაობა. ძალიან ბევრი პრობლემაზე შეიძლება აქ ვილაპარაკო, მაგრამ ალბათ უფრო თვითონ თემს რაც აწუხებს და ქალებს რაც აწუხებთ ამაზე ვიტყვი, იმიტომ რომ აი ინფრასტრუქტურული პრობლემები როგორ გავლენას ახდენს ცხოვრებაზე, ვერც კი აღწერ ტრანსპორტირება, წვდომა აფთიაქებზე, ჯანდაცვაზე, ის რაც აი ჩვენთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, რაღაც მეორე ქუჩაზე გადასვლა და საავადმყოფოში მისვლა და ჩეკაპის გაკეთება, ეს ძალიან დიდი დაგეგმვის ფასად შეიძლება დაუჩნდეს სოფლად მცხოვრებ ქალს. და ყველა ის გავლენა, რაც მათ ჯანმრთელობაზე აქვს, სოფლად მუშაობას. ეს იქნება რაღაცა წყლის არარსებობა, მიწაზე მუშაობა, თუ არ ვიცი, მოკლედ ნებისმიერი სხვა რაღაცა მთელი ზრუნვის საქმიანობა მათზე არის, რაც კი სოფელში რამე ხდება. და მართლა საკუთარი თვალით სანამ არ ვნახე, მეც კი ვერ გავიაზრე ეს რამხელა შრომა არის. და უსაფრთხოების თემაც შემოდის აქ, ალბათ მანამდეც იყო ჩვენი საქმიანობის ნაწილი, მაგრამ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან კავშირების მერე უფრო მეტად გახდა. ოღონდ აი უსაფრთხოებაში არ გულისხმობთ რაღაც როგორც პოლიტიკა განსაზღვრავს ხო ამ უსაფრთხოებას და რაღაცა არ ვიცი დასჯაზე ორიენტირებული უფრო რომ ვიღაც ციხეში ჩავსოთ, ვიღაც გავაგდოთ ქვეყნიდან, იმიტომ რომ მიგრანტია თუ ასე შემდეგ. ანუ უფრო მეტად ადამიანური უსაფრთხოების ნაწილი, აი სამოქალაქო უსაფრთხოების ნაწილი, მაგაზეც დიდი ხანია ვცდილობთ ადვოკატირებას, რომ სამოქალაქო უსაფრთხოება რაღაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს. და ხო აი აქ ისეთ საკითხებზე ვსაუბრობთ, როგორიც არის მაგალითად გარეგანათება, რამდენ ხელმისაწვდომობა შეიძლება ქონდეს გარეგანათების არსებობას ქალისთვის, რომ უსაფრთხოების შეგრძნება ქონდეს, იმიტომ რომ არ მოუწიოს ბნელ ქუჩაში სიარული და რაღაც თავდასხმის საშიშროების შეგრძნება. ძაღლები ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ძალიან ბევრ კვლევაში ამოვიდა გორში, განსაკუთრებული პრობლემა არის. იმიტომ რომ არ არსებობს ცხოველთა თავშესაფარი, არის მხოლოდ ასე ვთქვათ სერვისის გამცემი დაწესებულება, რომელიც თავის თავშესაფარს ეძახის, მაგრამ რეალურად აკეთებს მხოლოდ ვაქცინაციას და სტერილიზაციას. და იქ ადგილზე მხოლოდ რაღაც განსაკუთრებული სამედიცინო სიმპტომის მქონე ძაღლებს აჩერებენ და დანარჩენი ქალაქში მშვიდად გადაადგილება არის ძალიან რთული. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მიყვარს ცხოველები, ეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის შიშის წყარო და მეც შეუშინები ვარ მათ შორის. და იქ ქალებიც განსაკუთრებით აღნიშნავენ ხოლმე, რომ რაღაც ღამე მარტო ან ველოსიპედით ან რაღაც მოძრავი საშუალებით გადაადგილება მოკლედ ძალიან საშიშია. ხო და ძალიან გავიწყდები ხოლმე ამ უსაფრთხოების ცნებიდან, ესეთი დეტალებზე ყურადღების გამახვილება, იმიტომ რომ მარტო ეს არ არის რაღაც სამხედრო მდგომარეობის არსებობა ან არ ვიცი რაღაცა პირდაპირ ფიზიკური თავდასხმის ამბავი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე გამოცდილებებს და ტრაუმებს და ეს ქალაქი ძალიან ბევრი ტრაუმის მომსწრე იყო.
კონფლიქტამდეც, ანუ ფიზიკურ დაპირისპირებამდეც ჩვენ რაღაც ყოველწლიურ non-conference ვაკეთებთ ხოლმე კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის და ზუსტად მაგას ამბობდნენ, რომ ეხლა რო გვეკითხებიანო მაგასა რომ აბაო მიგინდაო, ანუ მშვიდობა როდის იყო, ეგ გითხარითო, იმიტომ რომ ჩვენთვის 90-იანი წლებიდან მშვიდობა არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მიმოსვლა იყო მაგალითად ცხინვალში მანამდე, რაღაცა იარაღის ხმა და საფრთხე ფიზიკური თავდასხმის ყოველთვის იყო ამ ხალხის ცხოვრებაში, ვინც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ცხოვრობს. და ანუ ხო, აი ეს მშვიდობა მართლა როდის იყო ამ სივრცისთვის, რა ვიცი, მე მგონი არც არასდროს. და ხო, ეს კონფლიქტის ნაწილიც და ტრამვების ნაწილიც რა შემოდის, არც სისტემური პასუხი არასდროს ქონია ქვეყანას ამაზე. ან მაგალითად არ ყოფილა ორგანიზებული რაღაცა თუნდაც ფსიქოლოგის კონსულტაციის ნაწილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი სჭირდება. ჩვენ გავცემთ ფსიქოლოგის კონსულტაციას და რაც გავხსენით 2020-დან იმის მერე არ ყოფილა პერიოდი, როცა რაღაც ამ ხალხი არ არის რა, ხალხი არ გვყავს, ან სულ არის ვიღაცა, ან ვინც იღებს სერვისს, ან ვინც რიგშია მომლოდინეთა. მიუხედავად იმისა, რომ ვამბობთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა გვაქვს, ძალიან ბევრ ბარიერს აწყვეტება ეს ხალხი ფსიქოლოგამდე მისასვლელად. ჯერ ის რომ უნდა ვიღაც თერაპევტთან აღიარონ, რომ ეს პრობლემა აქვს და ეგ ცალკე პრობლემაა. ზოგადად ეგ რო აღიარა, რომ ფსიქოლოგის დახმარება გჭირდება ჩვენ ქვეყანაში ძალიან დიდი პრობლემაა, ჯერ კიდევ იმიტომ რომ ძალიან დიდი სტიგმა არსებობს. და მე ნუ სისტემა სანამ იქამდე მიხვალ, უარეს დღეში ჩაგაგდებს. ამიტომ ხო ფსიქოლოგის სერვისი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგის გარდა ისედაც დევნილი თემის გარდა კონფლიქტით დაზარალებულის ცნება, ანუ სტატუსი არ არსებობს საქართველოში. დევნილ თემს აბსოლუტურად თავისი ურთულესი პრობლემები აქვს. დღემდე ნახეთ ჩვენ ხო სულ ერთი თვეც არ არის გასული ზამիր გოგოსკვირის ამბიდან და მისი პროტესტიდან. და ცალკე არის ალბათ მაგაზე სასაუბრო, მაგრამ ზოგადად კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა არის ამ სურათიდან მთლიანად იგნორირებული. ანუ თუ 20 წელი მე ვიცხოვრე, არ ვიცი, ერგნეთში, საიდანაც ცხინვალი არის 2 კილომეტრში და იქიდან წამოვედი, ანუ სახელმწიფოს ჩემი გამოცდილება ავიწყდება. ანუ არ არსებობს სტატუსი, რომელიც ადამიანს ექნებოდა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზვის საზღვრის ახლოს ცხოვრებად. იმიტომ რომ ანუ ეს არის თუ იქ ხარ ჩაწერილი, ანუ პირიქითაც შეიძლება იყოს ჩაეწერო არ ცხოვრობდე ეს გამოცდილებებს არ გადიოდე, მაგრამ რაღაცა მეტ მოიაზრებოდა და პირიქითაც ან თუ კი იქიდან ამოეწერები და რაღაცა სტატუს შეიცვლი იურიდიულს, ანუ ასევე არაფერი შენ აღარ გეხება. და ისედაც რა იხებათ ამ ადამიანებს, ანუ ეს არის რაღაც კომუნალური შეღავათები და უნივერსიტეტში უფასო სწავლა, რომელიც ყოველ წელს ელოდებიან რას დადებს განათლების სამინისტრო, რამდენ ადამიანს მოკლედ დააფინანსებს და მე ამაში მოხვდებიან თუ არა ის ადამიანები, ვინც ნამდვილად იქ ცხოვრობენ. ანუ მთელი, არა და ეს ხალხი მართლა იცავს იმას, რომ ეს სივრცე არ დაიცალოს და სოციალური ოკუპაციის პირობებში უცბად არ აღმოაჩინოთ, რომ მთელი ეს ნაწილი არ გვაქვს. და აი ამ გამოცდილებების არც აღიარება ხდება, არც შესაბამისი მხარდაჭერა ხდება ამ ხალხის, არც დაფასება სიტყვა რა თქვა, კიდე მეუხერხულება, მაგრამ რატომაც არა, ჭირდება ამას დაფასება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარი მენტალური ჯანმრთელობის განადგურების ხარჯზე რჩება იქ. და ხო და ძალიან რთული პირობების მიუხედავად. და კიდე უფრო განსაკუთრებით რთული არის ქალებისთვის. ძულ რაღაც 2 დღეც არ გასულა, რაც მაგალითად ფლავისმანიდან 3 ადამიანი გაიტაცეს კიდე ერთხელ და მარტო კაცები, კი უმრავლესობა კაცები არიან, ხოლმე ქალებიც ყოფილან ამ გამოცდილების ვთქვათ ქვეშ. ზოგადად აი კონფლიქტის თემაზე პოლიტიკაში არასდროს ყოფილა აქცენტი და წარმოიდგინეთ ახლა უცბად ამ ფონზე რომ შემოდის ეგრევე რაღაცა ბუნდოვანი ბოდიშის ნარატივით. ანუ იმიტომ რომ მანამდე რაღაცა სიჩუმეა, არაფერი არ ხდება, რაღაცა უნდა იხვეწა რომ ვინმე ყურადღება მოგაქციას და მე უცბად ეს რაღაც უკონტექსტო ბოდიში, რომელიც მე ამართლეს რომ ეს იყო რაღაცა შემრიგებული ნაბიჯი, მაგრამ იმ წუთში ყველას ძალიან დიდი აგრესია გამოიწვია. და ხო მე ეს გადმოწვდა ყველა სივრცეს, ვინც ეს ფრაზა გამოიყენა, ანუ ბოდიშთან კონტექსტში რამე ქნა, მათ შორის ხელოვნების სახლსაც, რომელმაც ამაზე რაღაცა ინსტალაცია მოამზადა და რაც გამფენი შეეშინდა, მე ყველას აღმოჩნდა ეგრე. და ხო ზოგადად უსაფრთხოების სფეროს საქართველოში ძალიან ნაკლია ფემინისტური ხედვა კი არა, ის საერთოდ
ქალების მონაწილეობა აკლია და მე ამ პოლიტიკასაც არ ეტყობა ხოლმე არა და მსოფლმხედველობა მართლა საბაზისო ამბავი არის, რომ მე შევძლოთ ჩვენი პოტენციალის რაღაცა რეალიზება. ხო, ამის გარდა ალბათ რაღაცა უფლებადაცვით ნაწილზეც უნდა ვილაპარაკოთ, რისი სრულიც გვაქვს, რომ უფრო მეტად ვაკეთებდეთ, მაგრამ რაღაც რესურსებიც გვაქვს იმ ნაწილში ვაკეთებთ ალბათ. ეს ძირითადად უფრო ეხება ინფორმაციის გავრცელებას, პრევენციას, პარტნიორობას სხვა ორგანიზაციებთან. და ხო, აი უფრო მეტად რეფერირებას, ვიდრე თქვა პირდაპირ ჩვენი მხრიდან აი მეუფლებადაცვითი ექშენის გაკეთებას და ინფორმაციის გავრცელებას, რაც სხვადასხვა ფორმით ვაკეთებთ ხოლმე. ერთი ჩვენ რასაც მივხვდით, როგორც ახალგაზრდული ორგანიზაცია არის, რომ რაღაც ფორმები ძალიან მოძველდა და ანტიდასავლურ განცხადებად არ გამოვიდეს, მაგრამ მაინც ეს დასავლური მეთოდები ხშირად ეგრე კარგად არ მუშაობს. განსაკუთრებით ისეთ თემში, სადაც აი თემის მშენებლობის რესურსი არასდროს არავინ არ ჩადო, არ მოქცა, ეს ხალხი რომ შეიკრა ერთად რაღაცა აი საერთო აქტივობის რაღაცა სურვილი გაუჩინა, რომ აი რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის რაღაცა მომავალში დავინახავთ რა, დღეს რომ ძალადობის ამოცნობაზე ვესწრებით ტრენინგს 5 წლის მერე რომ გამოგვადგება, ეს ვალიდური არგუმენტი არ არის ამ ხალხისთვის, აი რაღაც ისეთი ჭირდებათ, დღესვე რო შედეგს მოიტანს. და ხო, მაგ ნაწილში რაღაც უფრო ვცდილობთ, რომ ტრენინგის ფორმა არ კონდეს ამ ინფორმაციის გაცვლას და რაღაც სხვადასხვა ტიპის იმას ვიფიქრებთ ხოლმე აქტივობებს, მაგალითად იყოს რაღაც სახელოვნებო ფორმატით, ბოლო დროს გავაკეთეთ ესეთი community cooking workshop-ი, რაც უკრაინელმა აქტივისტებმა გაგვიზიარეს და ძალიან სახალისო რაღაც არის, თემთან ერთად რამე კერძს ამზადებ და თან რაღაც უფრო ინტიმური გარემო არის ამ მზადების პროცესში და თან საუბრობ რა რაღაცებზე და ბევრად უფრო მეტი რაღაც გაუზიარებიათ ესე ალბათ ვიდრე რაღაც 5 საათიან ტრენინგზე გაგვზიარებდნენ და რესურსულადაც ეფექტურია ხალხიც ბედნიერია ინფორმაციაც გაიცემა მთავარია რომ გაიცემა და რა აზრი აქვს ამას შენ საკონფერენციო დარბაზში იზამ თუ ვიღაცის სამზარეულოში ორი ამბებზეც რა ვთქვათ ალბათ აი რაღაც ისეთი ქალაქი არის თან ძალიან მიყვარს თან კომფორტული არის იმიტომ რომ არ გიწევს საძოვებში დგომა არის მეტნაკლებად მწვანე ჯანსაღი გარდა იმისა რომ ჩემი ოჯახის წევრებიც ცხოვრობენ ვისთვისაც ეხა ჩემი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აკყოფნა ხო და ჩემი მეგობრები სულ დამცინიან ხოლმე რომ რა ნახე ამ გორში ესეთიო რომ რაღაცა მაშინაც კი როცა ჩემი სამსახურიან სწავლად თბილისზე იყო მიბმული და მეტნაკლებად იქ ვცხოვრობდი აი კვირაში ორჯერ ან სამჯერ ვართ ჩამოსულიყავი აქ არ არსებობდა ან პირიქით ზოგჯერ ისე ხდებოდა რომ დღეში რამდენჯერმე ჩამოვიდიოდი და მივიდიოდი ხოლმე და რაღაცა რა არის ამ ქალაქში ესეთიო სულ მეკითხებიან ხოლმე და ალბათ ხალხი არის პირველ რიგში მაინც სოლიდარული ერთმანეთის მიმართ ალბათ ეს ტრამულმა გამოცდილებებმაც მოიტანა და აი ამ სოლიდარობასაც ვერ ველები და იმ სამუშაოს რაც გავაკეთეთ მაგრამ ამავდროულად არის ძალიან უცნაური ქალაქი სულ მესმის ხოლმე რომ აი შენი აზრით პოლიტიკურად რა განწყობებია გორში აი სად არიან სტუდენტები იმიტომ რომ სტუდენტური ქალაქიც არის ან უნივერსიტეტი არის გორში რომელსაც ყავს საკმაოდ ბევრი სტუდენტი ტექნიკური ბაზაც არ აქვს ცუდი ორი კორპუსი აქვს რაღაცა აი სხვა ევროპული პატარა სტუდენტული ქალაქი რომ მინახავს და მეტი თან მისწავლიან მიცხოვრია ისე ეტყობა ამ სტუდენტების არსებობა ამ ქალაქს რომ ყველაფერი მის გარშემოა შექმნილი ანუ არის სულ ბარები რაღაცა კაფეები, კინოთეატრი, ანუ რაც ახალგაზრდებს ჭირდებათ ის სერვისი და აქ არაფერი მსგავსი. იმასაც ვაღიარებ, რომ არც ჩვენს აქტივობებში არ არიან უმრავლესობა სტუდენტები. არა და ზუსტად ისეთ რაღაცას ვაკეთებთ, რაც სტუდენტისთვის უნდა იყოს ძალიან საინტერესო. უფრო მეტად მოსწავლეები ან ზრდასრულები, უფრო ანუ სტუდენტის ასაკის მერე. ხო და აი ეს სტუდენტების ნაწილზეც ძალიან დიდხანს ვეძებეთ რა ხდება ანუ სად არის ეს ხალხი ადგილზეც მივედით რაღაცა ინფორმაცია შეხვედრები გქონდა მაგრამ დიდად ინტერესი ვერ გამოიწვია და მე აღმოჩნდა ესეთი ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი ან პირველი ის რომ
ანუ სტუდენტების უმრავლესობა არ ცხოვრობს გორში, ანუ მიმდებარე სოფლებიდან მოდიან და მიდიან და ტრანსპორტი რადგან არის 5 საათამდე, აქ 6 ფილმის ჩვენებაზე ვერავინ ვერ მოვა. 6-მდე თუ დავგექმოთ, შემდეგ ის ადამიანები ვინ მოდიან, ვინც მუშაობენ მაგალითად და რაღაც სხვა ვალდებულებები აქვთ ხო მაგდრომდე და სულ ეგ დილემაა, რომ როდის დავგექმოთ, ანუ 3-ზე როცა მხოლოდ ისეთი ხალხი მოვა, ვინც მერე ვეღარ წავა გორიდან თუ 6-ზე როცა რაღაცა სხვები შეცლებენ მოსვლას. ერთი ეგ და მეორე ის რომ და ეს ყველას პრობლემაა, ან სტუდენტური სამსახური რო არ არსებობს ზოგადად, ანუ ეს სტუდენტები ვინც მუშაობენ full time, ანუ 9-დან 6-მდე. უნივერსიტეტსაც აცდენენ და ეგ საერთოდ არ ვიცი როგორ ბალანსდება, მაგრამ ხო, ანუ ეს ხალხი ან მუშაობს, ან ფიზიკურად არ აქვთ ტრანსპორტის კუთხით შესაძლებლობა, რომ დარჩნენ ქალაქში. და ეს გავლენას ახდენს მერე ყველაფერზე, აი ქალაქის დინამიკა, ვერ იგრძნობ რა, რომ მოკლედ აი ცოცხალი არის, რაღაცა 6 საათის მერე არის ძალიან სიჩუმე, რაღაცა პროტესტები ამ ქალაქისთვის არის ძალიან რთული თემა. ამას გარდა იმისა, რომ ეს რაღაც სტუდენტური მოძრაობა არ არის, ისიც ემატება, რომ რაღაც ძალიან როგორ ვთქვა, პოლიტიკურად დაძაბული გარემოა თითქოს. თვითონ ორგანიზაციებიც კი არ მინდა რომ ეს ვინმესადმი პირდაპირ კრიტიკა გამომივიდეს, მაგრამ ორგანიზაციებიც კი ნაკლებად არიან დაინტერესებული რაღაცა ტიპის მოძრაობის შექმნაში. ყველას ურჩევნია რომ თავისთვის ჩუმად აკეთოს თავის საქმე, ვიდრე ერთიანად რაღაც ხმაურიანი გამოვიდეს. ალბათ ზუსტად მაგიტოც რომ მერე ამას შეიძლება რაღაც პოლიტიკური რეპრესია მოყვეს და ერიდებიან მაგ ნაწილს. და ხო, იმიტოც რომ მოკლედ არც პოლიტიკური ძალები, მათ შორის ისეთები, ვის ინტერესშიც შედის, რომ რაიმე ტიპის მოძრაობა არსებობდეს, ყველა ამ მცდელობაზე თავის დაუნებურად, ან განზრახულად, ან განუსრახველად, ამას რაღაცნაირად აზიანებენ ხოლმე. ან ცდილობენ ამ პროტესტის მიტაცებას, ან აბსოლუტურად სხვაგან სვამენ აქცენტებს, და სხვა შორის არც მედია ჩამოუვარდება ამ ტენდენციისგან. მათ, იმიტომ რომ ბევრჯერ გვქონია რაღაცა წმინდა სამოქალაქო პროტესტი და რო გვიყურები ასიუჟეტისთვის, ჩვენი თავი ისე დაგვინახავს, თითქოს რაღაც პოლიტიკური ძალა ვიყოთ. ანუ არა, რასაც ვაკეთებთ კი არის პოლიტიკური, მაგრამ ეს არ არის პარტიული პოლიტიკური და თუ კი მედია მოვა და ისე გადაგიღებს, რომ მოყვება შენს ამბავს და შენი სინქრონის ნაცვლად ვიღაცა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის სინქრონს ჩასვამს, ისე გამოდის, რომ რაღაც პოლიტიკური პარტიის ამბავია. მოკლედ, უბრალო ადამიანებს უფრო კარგად გვესმის ერთმანეთის სოლიდარობის, ვიდრე იმ ინსტიტუტებს, ვისაც ეს ევალებათ და ვის ინტერესშიც უნდა შედიოდეს, რომ ეს სოლიდარობა სწორად გააკეთონ. ამის თქვა მინდოდა. არჩევნა გარემოც აქაც ისეთივე დაძაბული იყო, როგორც ალბათ ყველგან. აქაც გააკრეს უკრაინის ბანერები და ომის თემაზე განსაკუთრებული აპელირება იყო. ალბათ ზუსტად იმიტომ, რომ კარგად იცოდნენ ეს ხალხს დაათრიგერებდა და დაათრიგერა კიდეც, იმიტომ რომ ბევრი ფიქრობდა, რომ კი ძალიან ახლოს არის ომის პერსპექტივა. ჩვენს გარშემო ადამიანებიც იყვნენ, რომლებმაც სახლში მომარაგება დაიწყეს რაღაც საკვების, რა თუ რამე მოხდება, ბენზინის და ასე შემდეგ, რომ მზად ვიყოთ. ჩვენი მეგობარიც, რომელიც და თანამშრომელი პრინციპში, რომელიც ცხოვრობს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, ამბობდა, რომ აი ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას რა საქართველოს ხელი მოაწერა, მაგ დღეს ხომ მთელი საქართველო ზეიმობდა და რაღაც ჩვენთვის ძალიან ისეთი ამბავი იყო. საზეიმო და გასახარებელი. მოკლედ ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და იქ მთელი ღამე სროლის ხმები ისმოდა. ანუ მათ აი ეს ხო რაღაცა თანხმობა ხო არსებობს, ანუ თუ გვეუბნებიან რა ევროკავშირთან დაახლოება ომის გაწინაპირობა და ამ დროს რუსებიც იმავეს აკეთებენ, რომ მთელი ღამე ისვრიან გამიზნულად, რომ ადამიანებს გაუჩნდათ ეს განცდა, რომ ერთ ნაბიჯს თუ გადადგავ კიდევ უფრო წინ, რაღაცა საფრთხე მოვა. ხო და ისედაც ანუ ამას counter narrative-იც არ შეხვედრია რა, ანუ არავის დაუწყია იმაზე ლაპარაკი. მათ შორის თვითკრიტიკასაც ვიტყვი, არც ჩვენ დაგვიწყია, იმიტომ რომ რაღაც ისეთი უცაბედიც იყო თითქოს, ანუ მანამდე ეს ომის საკითხი არც ისე იდგა დღის წესრიგში. და ეს უცბად რომ მოხდა, თან ძალიან სენსიტიური თემა როა.
თითქოს არ ვიცოდით ამას როგორ დავპირისპირებოდით. თან აი რაღაცა ძალიან გაბნეული იყოს ამბები, უკრაინის თემაც ძალიან ვერ ხვდებოდით საით მიდიოდა, ანუ როცა ომი დაიწყო, რა პერსპექტივა ქონდა უკრაინას ან გამარჯვების ან მოკლედ ანუ რამდენი იყო სიმართლე ამ პროპაგანდაში და რამდენი ტყუილი, თავიდან ძალიან რთული დასანახი იყო და ასევე როგორ გამკლავებოდი ამას. ანუ აი ეს იმის მტკიცება ხალხთან რომ არა ხალხ ომი არ იქნება, ანუ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩვენთვის თითქოს და მე მგონი ყველასთვისაც. და აი რაღაცა არგუმენტირებული არ ვიცი რაღაცა გვჭირდებოდა ალბათ ვინმესგან მიმართულება, რომ შემდეგ ამაზე ჩვენს აქტიურად დაგვეწყო დისკუსია. უბრალოდ ამას რაც სხვა რაღაცა ნარატივები რაც მოყვა თუნდაც გლობალურ რომის პარტიაზე, ამაზე ახლა რა თქმა უნდა ვსაუბრობდით ჩვენი თემის წევრების გვეკითხებოდნენ, რომ აი რა არის გლობალური ომის პარტია და თქვენ ხარ გაფინანსებთ და რაღაც და მე რო ვუხსნით რომ საერთოდ კაცი შვილმა არის ისეს რა არის და მოკლედ ძალიან ჰიპოთეტური რაღაცა. და თვითონ საარჩევნო კამპანიაც იქ იმის ფონზე რომ ძალიან დიდი ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა ქართულმა ოცნებამ ოპოზიციური მხრიდან ძალიან სუსტი იყო ან საერთოდ არ იყო. ჩვენ ბევრ სოფელში გვიწევს ხოლმე ჩასვლა, ან საქმის გამო, ან ისე და უმრავლესობა ამბობდა, რომ ჩემთან ოპოზიციური ჯგუფი საერთოდ არავინ მოსულა და ანუ არ ვიცი საერთოდ რა ხდება. ისიც საინტერესო დაკვირვება იყო, რომ გორში ქალაქში ქალაქის პროცედულობით წააგეს ქალაქის უბნების მაგალითად ოპოზიციურმა ჯგუფებმა უფრო დიდი პროცენტი აიღეს. მაგრამ სოფლებში არა. და მე ამას ერთ შედეგზე, როგორც ოლქზე გავლენა იქონია. ეგეც საინტერესოა, რომ რაღაც ოლქებიც ეგრე აქვს დაპროექტებული, სადაც იციან რომ მოიგებენ, წააგებენ, მოკლედ ეს ოლქების გეოგრაფია დიდი ხნის წინ შეცვალეს, რომ ესე მორგებული ყოფილიყო. და ხო, აი წინასაარჩევნო პროცესი იყო იმდენად დაძაბული, რომ ფაქტობრივად ჩვენ დიდად საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა არც გქონდა. თან ამას დაამტყუეს ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რაც ყველას შეაწუხებდა რა, ეს იყო აგენტების კანონი, თუ იგივე რუსული კანონი, სხვადასხვანაირად მოიხსენიებთ ხოლმე. ანტი-LGBT კანონი და ამით თითქოს გაფანტეს ჩვენი ყურადღება, რომ აი ყველაფერზე უნდა გვენერვიულა და ამ დროს აღარ გქონდა მთავარზე კონცენტრირების დრო, რაც არის არჩევნები. და ხო, ამ რაღაცა დაძაბულობით და მითი რა ქვია ბუნდოვანებით მოიგეს ალბათ ანუ მოიგეს რა დაგვისვას ეს ციფრები პრინციპში. და ხო, არ ვიცი, ძალიან რთული საღამო იყო თვითონ ეგ არჩევნების საღამოც და რაღაცა ვერ ვიჯერებდით, რომ ესეთი ამბები დატრიალდა. ამის მერე პროტესტი ეგრევე მოყვა თქო გორში, ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ ალბათ ყველას დაჭირდათ, რომ 28 ნოემბრის განცხადებამდე დიდად საერთოდ არ შეინიშნებოდა რაღაცა, რომ პროტესტი შეიძლება გამოეწვია ამ ყველაფერს და 28 ნოემბრის განცხადების მერე თავიდან არც აქ იყო დიდად პროტესტი, ან დიდი პროტესტი არ იყო, უფრო რაღაც ხალხი ფიქრობდა, რაღაცა აგონიაში იყო მომგონი ამ მოვლენებით და მაგრამ მერე რამდენჯერმე ძალიან დიდი და ესეთი ძლიერი მარში გაიმართა. ყველაზე კარგი ის იყო, რომ ეს იყო არც არასამთავრობო ორგანიზებული არ იყო, არც რაიმე მოძრაობის, იყო სკოლის მოსწავლეების ორგანიზებული მარშები. ანუ იმაზეც კი იყო პროტესტი, რომ ეს ბავშვები უცბად ადგნენ და სკოლებიდან გამოვიდნენ და რაღაცა დირექტორებსაც კი შექმნათ პრობლემა ამის გამო, რომ აი ბავშვები არ დადიან სკოლაში პროტესტის გამო. და ეს ორი დიდი მარშიც ხო აი ძალიან სახალხო იყო რა, ქუჩაში რომ მიდიხარ და ვიღაც უცბად კორპუსიდან ჩამორიბენს და შემოგიერთდება. აი ესეთი ამბების მომსწრე ვიყავი და აბსოლუტურად შოქში ვიყავი მეც, იმიტომ რომ ამ ქალაქს ეს დიდი ხანია არ უნახავს. მაგრამ მერე მოხდა ამ პროტესტის ისევე ჩახშობა, როგორც ყველგან. პირველ რიგში ალბათ იმით, რომ ნახეს რა ძალადობაც გამოიარეს პროტესტში მონაწილე ადამიანებმა. მეორე ნაწილი ის, რომ ვინც იდენტიფიცირებადი არის, მას პირდაპირ მოხდა ზეწოლა ოჯახის წევრებზე და ბევრმა ადამიანმა მითხრეს, რომ აი დედაჩემს დაურეკეს და უთხრეს, რომ ანუ თუ არ რაღაც შენი შვილი რატო დგას პროტესტზე და რაღაცა ამის გამო პრობლემები შეგექნება. ჩემ ოჯახსაც მათ შორის არ იყო გამონაკლისი ამ ამბებიდან. და ხო, აი ამ ზეწოლის ფონზე დღეს კი არის პროტესტი გორში, მაგრამ ისეთი სახალხო დაყოლის მომცველი აღარ არის. არა და ვიცი, რომ ბევრად მეტ ადამიანს აქვს ეს პროტესტის გრძნობა.
და ცოტა იმაზეც ვიტყვი, რომ გადაწყენება არის ხოლმე მაინც, რომ აი რეგიონში რატო არ არის ესეთი მძლავრი პროტესტი, სად არიან რეგიონები და ასე შემდეგ. იმდენად არის აქ ყველაფერი პოლიტიკაზე მიბმული, ამის გაზრება ძალიან უჭირთ ხოლმე, ანუ მაგალითად აი ნებისმიერ სოფელში ერთადერთი დასაქმების საშუალება ადამიანებისთვის არის სკოლა, საბავშვო ბაღი, ადგილობრივი გამგეობა. ანუ სამივეში შენი მუშაობა დამოკიდებული არის შენ ღია პოლიტიკურ მოსაზრებაზე. და თუ კი ანუ აი ამ ადამიანებს მოკლედ იმის თქვა მინდა რომ ვერავინ შესთავაზე ხედვა რომ შენ თუ პროტესტში ჩაერთვები და სამსახურს დაკარგავ, მე დაგეხმარები მაგალითად, ანუ რაღაცით. ანუ აი ამ შენ გამოცდილებას დავიმახსოვრებ და თუნდაც ეხლა ვერ დაგეხმარები, როცა გავიმორჯობთ, მე დაგეხმარები. ანუ აი ესეთი კომუნიკაცია ამ ხალხთან არავის არ აქვს და ეს არის ძალიან გადამწყვეტი იმისთვის, რომ ამ ხალხს ჰქონდეთ გამბედაობა, რომ რაღაც თქვან. თორე როგორ შეიძლება ამ მიმდინარე ამბავზე არავის ჰქონდეს პროტესტი, ანუ ნახეთ პატარა ქვეყანა საქართველო რომ ვიღაცის ნათესავი აუცილებლად არის ან დაჭერილი, ან ნაცები, ან სამსახურიდან გათავისუფლებული უკანონოდ, ანუ ყველას შეგვეხო, აი ყველას შეგვეხო. და ქალაქშიც ანუ თუ გგონიათ რომ რაღაცა სახელმწიფო სამსახურში თუ არ ხარ მე ანუ არ შეგეხება, ეგეც არ არის, იმიტომ რომ ნებისმიერ ბიზნეს საქმიანობისთვის გჭირდება რაღაც მუნიციპალური სერვისები. ამაზე ძალიან მარტივად შეგიქმნიან პრობლემას. და ვნახეთ ესეთი არაერთი მაგალითი, ის სივრცეც, სადაც რომელიც ჩვენთვის უსაფრთხო სივრცედ იდენტიფიცირდება და ზუსტად მუნიციპალური რეპრესიების მსხვერპლი გახდა იმის გამო, რომ არ მოეწონათ საგამოფენო თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეში გაკეთებული ინსტალაცია, სადაც უბრალოდ შუაში ეწერა, რომ ნაომარი ქალაქი ბოდიშს არიხდის და ეს იყო გამოძახილი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებზე. ამ სიტყვებიდან ზუსტად ინსტალაციის გახსნიდან ზუსტად 5 დღეში მერიამ გამოგზავნა წერილი, რომ დაცალეთ სივრცეს ასწრაფოდ. მანამდე მოვიდნენ და პირადად გვითხრეს, რომ ეს როგორ ქენით, რაღაცა მიმოგცათ ამის უფლება. და მაგის მერე არ ვიცი 1000 გვარი უკანონობა გააკეთეს, იმიტომ რომ ჯერ ამ წერილებით კომუნიკაციის დროს ჩვენ ვხსნით, რომ ხელშეკრულება 2026 წლამდე არის და ანუ არ შეიძლება ორგანიზაცია, რომელიც ამდენი წელი უვლის ამ სივრცეს და რომლის დამსახურებაც არის, რომ არსებობს საერთოდ, იმიტომ რომ ეს შენობა მანამდე იყო აბსოლუტური ნაგავსაყრელი და ადგილობრივების დახმარებით მოხდა ჯერ დასუფთავება და შემდეგ უკვე ადგილობრივი არტისტების და ხელოვნების სახლის გუნდის ძალიან დიდი ჩართულობით მოხდა ევროკავშირის გრანტის მოპოვება, რომელიც მერიამ მიიღო, ანუ ჩვენ ერისთეთრი არ მიგვღია აქედან, მერიამვე დახარჯა და ეს სივრცე რეაბილიტირება გაუკეთა, ოღონდ ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან დიდი ადვოკატირება გავუწიეთ ხელოვნების, ანუ სივრცის გახსნას ქალაქში. და ხო, დღეს ძალიან სამარცხვინო რაღაცებიც ქნეს, მაგალითად დენი გადაგუჭრეს, ოღონდ ისე კი არ გადაგუჭრეს, როგორც ამას ცივილურად მაინც იზამთნენ, ანუ მაგალითად ენერგოპროს ეტყოდნენ, რომ შეუწყვეტეთ მომარაგება და ესე ისა, უბრალოდ მოვიდნენ და კაბელი გადაჭრეს, აი, მაგრატლიც ესე გადაჭრეს და დღეს აღდგენაც, ანუ ჯერ ამით ხომ მუდმივ ზიანს აყენებენ შენებას, იმიტომ რომ ამ კაბელის აღდგენა არ არის იგივე ხარისხის ელექტროგამტარიანობა, ამაში თავიდან უნდა შემოიყვანო, მთლიანად წარმოიდგინე, მთელი შენობა თავიდან დაგზელო. მეორე ის, რომ ეს შენობა არის 80 სანტიმეტრი მიწის ქვეშ და მაგის გამო სულ არის შიგნით ცივი ტემპერატურა და ნესტით შესაბამისად. ჩვენ სულ ჩართული გქონდა ხოლმე გაცბობა იმ მიზნით, რომ ეს ნესტი არ გაჩერებულიყო. ეხლა გარედანაც კი ეტყობა, რომ აი ამის გამო რომ გაცბობას ვერ ვტოვებთ ხომ, იმიტომ რომ გენერატორი გვაქვს და გენერატორს ხამე ვერ დატოვებ. შენობაში არის დანესტიანების პრობლემა და ეხლა სანამ კარგად არ დაცხება, რომ ეს ნესტი გამოაშროს, არ არის რა, ისეთი ტემპერატურა, რომ აქ ნორმალურად იმუშაო. წყალიც გქონდა შეწყვეტილი, მაგრამ მე სემეკში დავწერეთ განცხადება და სემეკმა აღგვიდგინა, რაც მოლოდინიც არ გქონდა და ძალიან გაგურვებულები ვიყავით, რომ ეს მოხდა. და ანუ წყალი რო გაკითხე, უფრო ნორმალურია მუშაობა. საოცრება პირდაპირ რაღაცები გვახარებს. ხო, და ეს მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ თუ კი მანამდე გვეგონა, რომ არ ვიცი, ხელოვნებით ნათქვამი პროტესტი, აი როგორ უნდა იყოს ისე ვინმესთვის საშიში, მაგ კითხვასაც რო ვსვამ მეცინება. ანუ ეს იყო უბრალოდ კედელზე დაწერილი წარწერა, რომელსაც აბსოლუტური პანიკა დაემართა ადგილობრივ ხელისუფლებას.
და ადამიანებმაც რა გაიგეს, მაგას ვერ იჯერებდნენ. თქვენ რაღაცას იზამდითო, ანუ რაკენითო ხა აღიარეთო, ანუ რაღაცა კიდე მოხდა მაგის უკან, არაფერი არ მომხდარა, ანუ ეს ხალხი ძალიან კარგად გვიცნობს. ხელოვნების სახლიც იცნობს, იცის რა ხდება აქ. ყველაფერი საჯაროა, არასდროს არანაირი დახურული რაღაცა ისეთი არ გქონია. ყველა ღონისძიებაზე წერდით, მანამდე, ნუ ეხა უფრო მეტად რაღაცა ვცდილობთ, რომ უსაფრთხოებას წესები დავიცვათ, საჯაროდ, ყველა შეეძლო მოსვლა, გადაღება ნახვა რა ხდება, ნუ ასე შემდეგ. და ყოველთვის კეთდებოდა რაღაც სასარგებლო თემისთვის. თვითონაც ბევრჯერ უთქვამთ ეგ სხვათა შორის და თავის მოუწონებიათ ამ სივრცით, რომ აი ნახეთ რა მაგარი თანამშრომლობის მაგალითია მუნიციპალურ სივრცეში, რაღაც ორგანიზაციები მუშაობენ. ხო და მე აი ამ ერთი ფრაზის გამოყენებით უცბად ყველაფერი შეიცვალა. ანუ ამით იმის თქვა მინდა, რომ ნებისმიერი ფორმის პროტესტზე აქვთ ესეთი ცხარე რეაქცია. ანუ შენ პოლიტიკურად გამოთქვამ შენს პროტესტს, ქუჩაში დადგები, რუსი ლექს დაწერ თუ ნახატს დახატავ ყველას მიმართ ერთნაირად რაღაც აგრესიის და ჩახშობის სურვილი უჩნდებათ და ამიტომ არის ალბათ ზუსტად ახლა მნიშვნელოვანი, რომ რაღაცნაირად გაგრძელდეს პროტესტი და მე რამე შედეგამდე მივიდეთ, რაც მთავარია. იმიტომ რომ ხო ამდენი ძალისხმევა არც კი ვიცი როგორ უნდა დავტოვოთ ესე რა, აი არ ვიცი. და გულწრფელად მეცადება ყველა დადებული ქვა, იმიტომ რომ ამისთვის ძალიან ბევრი რაღაცა გადავწიეთ საკუთარი უკან, რა ვიცი, მართლა ძალიან ბევრი რაღაც დავთმეთ იმისთვის, რომ საზოგადო სიკეთე შეგვექმნა და მხოლოდ იმიტომ რომ ეს ვიღაცის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება, ამის უკან წაღება მაცოფებს მართლა ძალიან ემოციურს ხდის ამ ყველაფერს დათმობა. და იმედი მაქვს, რომ არ მოგვიწევს.